მოგესალმებით დღეს გვექნება დმანის არქეოლოგიური ექსპედიციის 2025 წლის ანგარიშის წარდგენა. შეიძლება ეს ცოტა ზოგადი ინფორმაციის სახით იყო, დიდი მასშტაბის ესე ვთქვათ სამუშაოები ჩავატარეთ და შესაძლოა შევეხეთო ასევე გასული 2 წლის სამუშაოების წინასწარულ შედეგებს, რომელსაც ისევ ვაგრძელებთ 2005 წელშიც ვაგრძელებდით და მომავალ წელსაც გავაგრძელებთ. ამდენად ცოტა ესე ვთქვათ შერეული ტიპის ანგარიში გვექნება მოკლედ. ეს ჩვენი სამუშაო ჯგუფია, მადლობა მინდა გადაუხადო ყველას კიდე განსაკუთრებით ასევე ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას, სოხუმის უნივერსიტეტს და ასე შემდეგ საერთაშორისო სტუდენტებს, ვინც მონაწილეობდა 2025 წლის დმანისის არქეოლოგიურ კვლევებში. დმანის არქეოლოგიური ძეგლი მოგეხსენებათ, ეს არის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია, დღესდღეობით დაახლოებით 40 ჰექტარამდე, ეს არის მუზეუმ-ნაკრძალი და ამ არქეოლოგიურ ძეგლზე 3 ძირითადი ეპოქის არქეოლოგიური ძეგლები, ფენები გვხვდება. ეს არის ადრეპალეოლითი 1.700.000 1.800.000 წელი, გვიანბრინჯაო ადრერკინის ხანის ნამოსახლარი და ფენები, სამაროვანიც ასევე შუა საუკუნეებს აქვს. ბუნებრივია დიდი ნაწილი არქეოლოგიური ფენებისა განადგურებული და ძირითადად ეს ფენები ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნებით თარიღდება, მე-7 საუკუნებით. და შუა საუკუნეების ვრცელი ნაქალაქარი, სამაროვანი და მოგეხსენებათ ასევე რომ დმანისი მე-9 საუკუნიდან ყალიბდება როგორც შუა საუკუნეების ქალაქი. დმანისის განვითარებული პერიოდი იწყება მე-12 საუკუნეში, მას შემდეგ რაც ის დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა და სამეფო ქალაქად იქცა და ვიდრე თემურ ლენგის ლაშქრობებამდე მე-14 საუკუნის ბოლომდე დმანისი მოკლედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდიდარი სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით დაწინაურებული ქალაქი იყო საქართველოს სამეფოში და სავარაუდოდ ამიერკავკასიაშიც ერთ-ერთი გამორჩეული. ჩვენი გასული წლის არქეოლოგიური კვლევის არეალის შესახებ მინდა გითხრათ. გასულ წელს 2000 და 2001 წლებში, ეს კორონას პერიოდი იყო, კულტურულ-მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან დიდი თანადგომით დავიწყეთ მოკლედ ესეთი პროგრამული მუშაობა განსაზღვრულ მიმართულებებით
შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლების შესასწავლად და ასევე სხვა პერიოდის რვაადრეული პალეოლითური ძეგლების მიმართულებით. შემდგომში ვერ მოხერხდა ესე ვთქვათ დაწყებული საქმის გაგრძელება და აი 2005 წელს მოკლედ გავაგრძელეთ ესე ვთქვათ აი ეს 2000 წელს დაწყებული ჩვენი მოკლედ გეგმები. ეხლა ძირითადი 4 ძირითადი არეალი ქონდა, მოკლედ ეს არის ქალაქის შიდა ციხე და პირველი უბანი, დვანისის სიონის საკათედრო ტაძრის არეალი არის. ბატონი ჯუმბერი ბრძანდება და 90-იან წლებში დაასრულა მან შიდა ციხის სრულად შესწავლა 1993 წელს თუ არ ვცდები დაკონსერვდა ეს ციხე, მაგრამ ამის შემდეგ ბევრი წელი გავიდა ფაქტურად ახალი ფენები წარმოიშვა და ამავე დროს ციხე საჭიროებს რესტავრაცია, კონსერვაციას. და ფაქტურად ეს ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ციხე მოკლედ ხელახლა აიწმინდა და მომზადდა მოკლედ სარესტავრაციო საკონსერვაციოდ. მეორე მთავარი უბანი ასევე ეს არის მე ეგრეთ წოდებული მესამე უბანი, შუა საუკუნეების ნაქალაქ არის ქალაქის ცენტრალური უბანი ერთ-ერთი, სადაც მოკლედ ცნობილი ჩვენი ადრეპალეოლითური ძეგლია და საველე არქეოლოგიური მუზეუმია მოწყობილი. დმანისის სამაროვანი, რომელიც დაახლოებით 25 ჰექტარს მოიცავს. მოკლედ ეს არის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი, ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ნაწილი და აი ამ უბანზე ვაგრძელებდით სამუშაოებს. 80-იანი წლების შემდგომ ეს სამაროვანი არ გათხრილა და აი 2000 წელს დავიწყეთ, 2001 და 2005 წელი იყო მოკლედ აი ბოლოს, როდესაც ჩვენ სამაროვანზე მუშაობთ. და კიდევ ერთი ობიექტი ისევე სამაროვანს ეკუთვნის, უბრალოდ დღეისათვის ეს მე-19 საუკუნის ბოლოს გაჭრილი გზით არის განცალკევებული სამაროვნის ნაწილია და სადაც მოკლედ სამაროვნის მთავარი ეკლესია, რომელიც დღესდღეობით განცალკევდა ძირითადი ნაწილისგან სამაროვნის, აი აქ ვაწარმოებდით სამუშაოებს. მოკლედ 4 ძირითადი უბანი, რომელიც წარმოადგენთ. შიდა ციხე, დმანისის სიონის კომპლექსი. მოკლედ, ფუნქციურად შიდა ციხე ძალიან საინტერესოა, მრავალფეროვანი. პირველი უბანი ეგრეთ წოდებული დმანისის სიონის, ეს გახლავთ უკვე ამ შიდა ციხის ფაქტურად არქეოლოგიური გაწმენდის მოკლედ ამსახველი პროცესი. და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დავიწყებთ კონსერვაცია რესტავრაციის ახალ პროექტს და სამუშაოებს. ეს გახლავთ უკვე აი მესამე უბანი, პალეოლითური გათხრების პირველი, მეორე ბლოკი. სამუშაოები ძირითადად მოკლედ გაგრძელდა, ესეც რამდენიმე წელია არ ქონდა ეს პალეოლითური გათხრები და გაგრძელდა ეგრეთ წოდებულ პირველ ბლოკზე, იქ სადაც თავდაპირველად თითქმის ყველა ჰომინიდის ნაშთი არის აღმოჩენილი. და მოკლედ ჩვენი კოლეგები ძირითადად დაკავებული იყვნენ აი დიდი კონცენტრაცია არის ძვლები ხედავთ და გაგვიმართლა და აღმოჩნდა შესახსრებაში მყოფი ცხოველთა ძვლები და მოკლედ ძირითადად დაკავებული იყვნენ აი ამ ძვლების 3D სკანირებით და შემდგომში ესე უნებლად ამოღებით. და ეგ შემდგომში ალბათ საინტერესო მონაცემებს მოგცემს კიდევ. ეს გახლავთ მოკლედ გათხრების ამსახველი პროცესი. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი უბანი ეს არის ეს გახლავთ დმანისის ეგრეთ წოდებული ბურჯიანი მეჩეთი, რომელიც მე-13 საუკუნის ბოლოთი და მე-14 საუკუნის დასაწყისით თარიღდება. მე-14 საუკუნის ბოლოს ეს მეჩეთი დაინგრა თემურლენგის ლაშქრობების შედეგად და იმის შემდეგ ის აღარ აღდგენილა
იმ მიზეზით, რომ მოსახლეობაც განადგურდა თემურლენგის ლაშქრობების დროს და შემდგომში მუსლიმ მოსახლეობის არ ყოფნის გამო ის საცხოვრებლად გადააკეთეს. ძალიან საინტერესო მონაცემებია მეჩეთიდან გასული წლების არქეოლოგიური გათხრებიდან და ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ მეჩეთის სამხრეთით გაგვეკეთებინა გაფართოება, მოკლედ აქ დიდი ნაყარი ფენები იყო, ეს გასული საუკუნის დიდი ქვის, ესე ვთქვათ, დაგროვების ადგილები და ასევე ჩვენ მეჩეთის გარშემო კვლევები გვაინტერესეს იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად არ ვიცით ამ მეჩეთთან მიმართებაში თქვათ სანიტარული ფუნქციის სტრუქტურები, შენობა, ნაგებები, რომელიც შეიძლება მეჩეთთან იყოს, ქონდა თუ არა მეჩეთს მედრესე და ისა მედრესე მინარეთი და ასე შემდეგ. მოკლედ აღმოჩნდა, რომ მეჩეთის სამხრეთით, ეს მიჰრაბია, რომელიც მექისკენ არის მიმართული, რა თქმა უნდა, სალოცავი ნიში და აღმოჩნდა, რომ ძირითადად აი ამ მეჩეთის ფუნქციონირების დროს, აი ამ მიმართულებით სამხრეთით ფაქტურად აქ შენობა ნაგებობები არ იდგა. რაღაც ერთგვარი მოედანი იყო მოწყობილი, შემდგომში მხოლოდ მას შემდეგ რაც მეჩეთმა დაკარგა თავის ფუნქცია, მოეწყო ეს გვიან შუა საუკუნეების ნაგებობათა ესე მშრალი წყობით ნაგები ქვის კედლები არის და მოეწყო ეს ნაგებობები და აი ესეთი სურათი დაგხვდა და მოკლედ 5-5-ზე თხრილი ერთ-ერთი მოკლედ აქ შევისწავლე უკვე გვიან ბრინჯაო ადრეკინის ხანის ფენებზე დავედით და რაც მნიშვნელოვანი არის მოკლედ ძალიან დიდი სივრცე ჩვენ გვაქვს პალეოლითური კვლევებისათვის მომავალი წლებისთვის მოკლედ ძალიან დიდი ხნის პროგრამით შეგვიძლია წავიდეთ ამ მიმართულებით. ხო, არქეოლოგიური მასალაზე არ შეგაწყენთ ახლა, მოხდა გვიანბრძო ადრეკინის ხანის კერამიკის ფრაგმენტებია შუა საუკუნეების როგორც მე-19 საუკუნიდან დაწყებული, განვითარებული შუა საუკუნეების, გვიან შუა საუკუნეების და ასე შემდეგ. დმანისის შუა საუკუნეების სამაროვანი ნეკროპოლი ძალიან დიდი ფართობის, როგორც მოგახსენეთ, რომელიც მრავალფენიანი არის. ქვედა ფენები ჰორიზონტი უკავია გვიანბრინჯაო ადრერკანის ხანის სამარხებს. მის ზემოდან მოდის უკვე ადრეშუა საუკუნეების სამარხების ჯგუფი, მე-5, მე-6, მე-7 საუკუნეების სამარხები და შემდგომში უკვე მე-9-მე-10 საუკუნიდან უკვე მასიურად იწყება ამ ტერიტორიაზე დმანისელ მოქალაქეთა დაკრძალვა. ძალიან საინტერესო სამაროვანი არის იმ თვალსაზრისით, რომ თითქმის თავდაპირველი სახით თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გვიან შუა საუკუნეებში სამაროვნიდან დიდი რაოდენობით ხდებოდა მემორიალური ძეგლების გაზიდვა როგორც სამშენებლო მასალა, ასევე საბჭოთა პერიოდში, როდესაც ფერმების საშენ მასალად გაქონდათ, მაინც ძალიან მაღალი ინფორმაციის შემცველია მემორიალური ძეგლების მოწყობის, ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნების, ქალაქის მოსახლეობის, ესე ვთქვათ, სურათის ამსახველი და დემოგრაფიული მოკლედ პროცესების, მიგრაციული პროცესების სურათის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში დმანისისთვის. მინდა გითხრათ, რომ თავდაპირველად ეს შუა საუკუნეების სამაროვანი, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ძირითადად ხდება გასული საუკუნის გათხრების შედეგის მონაცემებს გეუბნებით, ხდება მხოლოდ ქრისტიანული დაკრძალვის წესი და შემდგომში უკვე ჩვენ ღვაწლმოსილ მოკლედ წინამორბედ მეცნიერებს ძალიან კარგად აქვს შენიშნული, რომ აი უკვე ზედა ჰორიზონტზე ჩნდებაო მოკლედ მუსლიმური დაკრძალვის წესი. ეს არის მე-13 საუკუნიდან. ახლა ჩვენ რაღაცა მოკლედ მონაცემებს ვაზუსტებთ ამავე დროს ამასთან დაკავშირებით. და უკვე მე-13 საუკუნეში იმ დროს, როდესაც ქალაქს მუსლიმები არ ფლობენ, ქალაქი ეკუთვნის ქართველ მეფეებს და არის სამეფო ქალაქი
მოკლედ ჩდება, ძირითად ნაწილზე ამ სამაროვნისა ჩდება უკვე მუსლიმური დაკრძალვის ფესი, ან მუსლიმური სამაროვანი, მუსლიმური უბანი ჩდება. ისტორიოგრაფიაში ზოგადად ესეთი სტერეოტიპული დამოკიდებულება, როდესაც მუსლიმები ფლობენ ქალაქს, მაშინ მოიაზრებოდა, რომ ეს იყო მუსლიმური ქალაქი. რეალურად მაშინ მოსახლეობა არ ცხოვრობს. ეს არის როგორც ჩანს გარნიზონი, მართველი ფენა, ვიცით რომ ჯაფარიდების ერთ-ერთი შტო მართავს დმანის მე-9 საუკუნიდან და დმანისელი ამირა არის ამ ჯაფარიდების წარმომადგენელი, თბილისელი ჯაფარიდების ერთ-ერთი შტო არის. ასევე შემდგომში უკვე კვირიკიანების პერიოდში კვირიკიანი მეფეები ფლობენ ამ ქალაქს, განაგებენ, მაგრამ ამ პერიოდში აი ბატონი ჯუმბერის კვლევებით მთლიანად წარწერიანი არქეოლოგიური მასა რა ეპიგრაფიკა არის ქართული და მოსახლეობაც როგორც ჩანს ადგილობრივია და მოკლედ ეს მიგრაციული პროცესებს აქვს ადგილი მას შემდეგ, რაც დმანის ერთიან სამეფოში დაბრუნდა, მეფემ ის სამეფო ქალაქად დააქცია და მოგეხსენებათ დავით აღმაშენებელის ესე ვთქვათ ეკონომიკური პოლიტიკა ესე ვთქვათ ქართული რეკონკისტის შემდეგ. მას შემდეგ, რაც მან თბილისი დაიბრუნა, დედაქალაქი და ვიცით მისი საგადასახადო პოლიტიკა. მუსლიმები იხდიან 3 დინარს, ებრაელები იხდიან 4 დინარს, დანარჩენი ქრისტიანები იხდიან 5 დინარს. როგორც ჩანს, რაღაც საშეღავათო გადასახადები არსებობდა მათ შორის დმანისშიც და აი ამის შემდგომ უკვე მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში უკვე ჩვენ ვხედავთ აი მიგრაციულ პროცესებს და მე-13 საუკუნის დასაწყისიდან პირველად ჩდება დმანისში არაბულ წარწერიანი ეპიგრაფიკა, მათ შორის თარიღიანი და დღეს მათი რაოდენობა, ჩვენი ბოლო ესე ვთქვათ კვლევებით, მონაცემებით არის დაახლოებით 140-მდე, 150-მდე, მოკლედ. და ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს მომავალი არქეოლოგიური კვლევებით. ამავე პერიოდში მე-13 საუკუნეში შეინიშნება ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის შემოსვლა ქალაქში. და ქალაქის ტერიტორიაზე ჩვენ ვხედავთ უკვე სომხურ უბანს. ქალაქის ცენტრალურ უბნებში ჩდება მუსლიმური რელიგიური ნაგებობები, 2 მეჩეთი, მედრესე, სასწავლებელი და ასევე სომხურ უბანში ჩდება პატარა სომხური. მაგრამ ჩვენ მოკლედ კოლეგებსაც ეს შენიშნული აქვთ. გასულ საუკუნეში ჯერ კიდე ლევან მუსხელიშვილი აღნიშნავდა, რომ დმანისელი სომხური მოსახლეობა ძირითადად ქალკედონისტი იყო. ეს კარგად ჩანს თვითონ ეკლესიას, მონოფიზიტურ ნიშნებს არ ატარებს, ეს ბატონ გიორგი გაგოშიძეს კარგად აქვს შენიშნული. სამაროვანზე მოკლედ ეს ძველი თემა არის, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ლევან მუსხელიშვილი შენიშნავდა, რომ ქართველები და სომხები ერთად იკრძალებოდნენ, იმიტომ რომ ქალკედონისტები იყვნენ. ასევე არ დაგვავიწყდეს დმანისში, აი სულ რაღაც 1 კილომეტრში ქალაქთან საყდრის ქედის ეკლესია, დმანის საყდრის ქედისია, ეგრეთ წოდებული დმანისელი ამირის ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ მის დასაკრძალეს, ესე ვთქვათ, სივრცეს წარმოადგენდა. და იქ ხუდადისების წარწერა და იქ მოკლედ ეთნიკურად სომეხი მაღალი არისტოკრატია, რომელიც როგორც ჩანს მაღალ თანამდებობებს იკავებდა ქალაქის მმართველობაში. ეხლა ჩვენი ესე ვთქვათ მიგნება, დაკვირვება და სიხარული რა იყო, რომ მოკლედ თუ ადრე წარმოგვედგინა, რომ მოკლედ ეს სივრცე იყო ქრისტიანთვის და იქ დიდ განსხვავებას არ აკეთებდნენ ქალკედონი, სომეხი და ქართველი დმანისელი მოქალაქეები, აი ბოლოს 2020 წელს დაწყებული სამუშაოების დროს და დღესაც რაღაცებს ვაზუსტებთ, გამოჩნდა, რომ სომხური ეთნიკური ჯგუფისთვის დამახასიათებელი მემორიალური ძეგლები ჩდება უფრო ტერასულ, უფრო მთიან ფერდობზე. და რატომ?
იმ დროისათვის, როდესაც სომხური ნაკადი შემოდის მოსახლეობის, სამარონის ძირითადი კარგი ტერიტორია ათვისებულია. აი ახლა გაჩვენებთ ეს როგორ გამოიყურება. აი დაახლოებით აი აქ გადის ზღვარი, ამის ქვემოთ ძირითადად ქართულ წარწერიანი და საფლავის ქვებიც აი ქართული ესე ვთქვათ ტიპის არის, ამაზე შორს წაგვიყვანს მოკლედ საუბარი, მაგრამ მოკლედ ვიცით სომხური ესე ვთქვათ მისთვის დამახასიათებელი ეს ხაჩკარები, სხვადასხვა ესეთი ჯვრები და აი სამი ძირითადი ესა ქვემო ხაჩკარი ცნობილი დმანისიდან, აი ლეონ მელიქზედბეგის მოკლედ თავდაპირველად გამოქვეყნებული. ქვემო ხაჩკარი, ზემო ხაჩკარი 2016 წელს კიდე შუა ხაჩკარი აღმოვაჩინეთ, თვითონ საფლავის ქვაც აღმოჩნდა ზედაპირულად, არ იყო თავის ადგილას, აი აქ უნდა ყოფილიყო, დღესდღეობით ბოლნისის მუზეუმშია და კიდე რამდენიმე ეპიგრაფიკული ძეგლი აღმოვაჩინეთ. ესეც ახალია მოკლედ. აი ბოლო წლის მოკლედ ესე ვთქვათ სამეცნიერო კვლევის შედეგია. და რა გამოდის, რომ აი ეს ტერიტორია ქვემოთ შედარებით მოსწორებული, მოკლედ რომელიც არის რამდენიმე ჰექტარი დღევანდელი პატარა დმანისის სოფელის ნაწილობრივ სამაროვანზე არის აშენებული, იყო დაკავებული და აი ეს უკვე ახალ მოსახლეები ითვისებდნენ აი ესეთ საკმაოდ ესეთ ქანობიან ფერდობს. დასაკრძალად არის ძალიან რთული. და არის დაახლოებით აი კუკიასამით არის ტერასები არის გაკეთებული. აი ერთ-ერთ ტერასას აი ამას მიუყვებით, გვაინტერესებს ახლა მიცით რა არის 1960 წლიდან ჯერ კიდე მუსხელიშვილის 1936-37 წლებში რამდენიმე სამარხის შეისწავლის, აი გვაქვს რა თქმა უნდა მონაცემები თვითონ მიწისქვეშა სამარხების მოწყობის შესახებ, ზოგი ორმოსამარხია, ზოგი ქვისფილებით არის, მოკლედ სხვადასხვა ტიპის არის, მაგრამ საერთო მიწის ზემოთ არსებული მემორიალების საერთო სურათი გვაინტერესებს ამ შემთხვევაში ძალიან და ეს ტერასა, რომელიც გამოჩნდა ახლა არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ჩვენთვის აღმოჩნდა ძალიან საინტერესო. და ამ შემთხვევაში აი დმანისელი, მოკლედ ეთნიკურად სომხური ქალკედონისტები სავარაუდოდ, მოკლედ ჯგუფს ეკუთვნოდა მოკლედ აი ეს მაღალ ტერასებზე მოწყობილი, მოკლედ სამარხთა ჯგუფები და ისინი თარიღდებიან ძირითადად აი ეს ყველა ესე ვთქვათ თარიღიანი სომხურ წარწერიანი ეპიტაფია არის მე-13 საუკუნის მეორე ნახევარი. ანუ მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში როგორც ჩანს ეს დიდი ესე ვთქვათ მიგრაციული ტალღა შემოდის დმანისში. ამ თვალსაზრისით იყო ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ, ესეც აი ტერასის წლევანდელი გათხრების მოკლედ სურათი არის, აი ერთ-ერთი ესეთი ხაჩკარი, ახასიათებთ მოკლედ სხვადასხვა ტიპის ქვები არის, ბრტყელი ქვები არის, ტელისებრი არის წოდებული ხაჩკარები და ასე შემდეგ, აი ესეც. აი ეს გახლავთ ტერასა. რა თქმა უნდა, ამ კვლევების გაგრძელებას ვაპირებთ. საინტერესო ასევე რომ ეს საგვარეულო საოჯახო სამარხებია და როგორც ჩანს ყველა ოჯახი ცდილობს თავისი ესე ვთქვათ სამარხების ჯგუფი მოაქციოს გალავნის გარშემო. ანუ თითქმის ყველგან გალავანი აქვთ, მუსლიმებს გალავანი აქვთ, ქრისტიანებს გალავანი აქვთ, ქართველებს გალავანი აქვთ, სომხებს გალავანი აქვთ და მოკლედ ესე ვთქვათ ესე იცავენ თავიანთ კუთვნილ მიწის ნაკვეთს სამაროვანზე. დღესაც ეს ხდება პრინციპში ჩვენთან და ძალიან ხო, ეს ალბათ ესეც რაღაცა ძვირადღირებული ის იყო იმ დროსაც სიამოვნება მათთვის. ასევე ბარემ ვიტყვი რომ იგრძნობა ეს გვარი შეჯიბრითობა აი ძალიან საინტერესო ამ თვალსაზრისით, მაგალითად დიდარი მუსლიმები, დიდვაჭრები, მავზოლეუმებს აშენებენ, დაახლოებით 20-მდე მავზოლეუმია შემორჩენილი. ხო, ძალიან მდიდრულად აგებული მავზოლეუმები. ქართველების შეუთხევაში აი ამ სომხური ჯგუფის მოკლედ უფრო ვაკე ადგილას რომელიც არის განლაგებული გასული წლების კვლევებით გამოჩნდა მოკლედ ეკლესიები. ოღონდ მათ ეკლესიის ფუნქცია არ აქვთ, ეკვდერის ფუნქცია აქვთ. მაგრამ რამდენიმე ესეთი ეკლესია არის აღმოჩენილი, ანუ მაღალ არისტოკრატიას, ისინიც რაღაცა გამორჩეულად კრძალავენ. ასე ვთქვათ. სომხების შემთხვევაშიც ესეა.
ნუ ეს არ გახლავთ მოკლედ სამაროვანის ერთ-ერთი მთავარი ეკლესია, რომელსაც ეს დაკრძალვის პროცესთან მოკლედ ესეთი წესის აგების შესრულების ფუნქცია უნდა ქონოდა, ასევე რა თქმა უნდა შიდა სივრცე გამოიყენებოდა დასაკრძალად და აი ამ ძეგლის ესე ვთქვათ შესწავლაც დავიწყეთ. და საინტერესო მონაცემებია, ჯერჯერობით მოკლედ წინასწარულ იმას გეუბნებით, ჯერ კიდე ლაბორატორიულ კვლევებს ველოდებით, ანთროპოლოგიას, პალინოლოგიას და მოკლედ C14-ის შედეგებს. მოკლედ შევეხოთ ახლა, აი რა გვინდა ჩვენი ინტერესი რა არის, ყველაზე მეტი ინტერესი. დმანისის სიონი, დმანისის საკათედრო კომპლექსი თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოებრივ თვალსაზრისით ძალიან წინააღმდეგობრივად შეფასებული ძეგლია, თავის დროიდანვე. ჯერ იყო მე-6 საუკუნით დათარიღებული, რომ ეს არის სამეკლესიანი ბაზილიკა. შემდგომში მე-9-10 საუკუნით ესე ვთქვათ გადმოთარიღდა და 80-იან წლებში უკვე არქეოლოგიური კვლევები დაიწყო უშუალოდ ეკლესიის ინტერიერში ვახტანგ ჯაფარიძის პერიოდში, ბოლქვაძე მუშაობდა იქ, მაგრამ ესე ვთქვათ გადათარიღების ისინი არ ჩანდა მაშინ. ბატონი ჯუმბერი 2006 წელს ინტერიერში აწარმოებდა გათხრებს და შემდგომ ვიცით მისი პუბლიკაცია დმანისის სიონის დათარიღებასთან დაკავშირებით და მოკლედ ამ ეკლესიის ნაგებობის კედლებს ქვეშ არსებული საცხოვრებელი ნაგებობის სტრატიგრაფიით გათვალისწინებით მოკლედ ეკლესია გადმოთარიღდა და მე-11 საუკუნის შემდგომ პერიოდად მოკლედ ესე ვთქვათ მოვიაზრეთ. დმანისის სიონის კარიბჭე ძალიან საინტერესო და მოკლედ ყოველთვის კითხვის ნიშნები ქონდა მოკლედ გარკვეულ ისტორიულ მომენტებთან დაკავშირებით და ეს გახლავთ მოვიყვანეთ აქ 2023-2024 რეალურად გასულ წელს რაღაცა დავასრულეთ რაღაცა პროცესი და კვლევა ისე გრძელდება ძალიან საინტერესო პალინოლოგიური ანთროპოლოგიური მონაცემები აქ ალბატონიანისო არის ჩართული ნინგა მარტყოფლიშვილი ამ მიმართულებით ლია ბითაძე შორენა მოკლედ ამ ანთროპოლოგიის მიმართულებით და ძალიან საინტერესო მდიდრული სამარხები აღმოჩნდა გაგვიმართლა მოგეხსენებათ რომ გვიან შუა საუკუნეებში დმანისის სიონი იყო წარმოადგენდა მოკლედ ჯერ ბარათაშვილთა, შემდგომში ორბელიანთა საძვალეს და მოკლედ ადრეული ხანის მოკლედ სამარხები და ფენები ფაქტურად განადგურებულია გვიანდელი განსაკუთრებით მე-17-მე-18 საუკუნების სამარხების ჩაჭრისას და გაგვიმართლა რამდენიმე პატარა ჯგუფი ამ მიცვალებულებისა, რომელიც აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნების, ერთ-ერთ მათგანს, მოკლედ ძალიან მდიდრულად დაკრძალულ ქალბატონს, ემოსა, აბრეშუმის ძაფისა და ოქროს ძაფისგან ნაქსოვი დიდი სამოსელი. და ოქროს სამკაულებით იყო ასევე ბევრი მძივებით, მინის, გიშრის და ასე შემდეგ შემოსილი, ესე ვთქვათ. წინასწარულ მონაცემებს, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ კვლევები ჩვენ კიდე ძალიან დიდი პროცესი არის. და მოკლედ და კიდევ საინტერესო რა იყო, რამდენიმე ესეთი რადიოკარბონული დათარიღება გავაკეთეთ და ამ ყველაზე ქვემოთ არსებულ სამარხებში ხედავთ ერთ-ერთ მოკლედ ამ რადიოკარბონული დათარიღების შედეგებს და როგორც ხედავთ უფრო მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში ესე ვთქვათ კალიბრირებული მონაცემები ესე ვთქვათ თავსდება უფრო. რატო არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ეს მოკლედ დასრულების შემდეგ და რაც მთავარია მნიშვნელოვანი ჩვენთვის მოკლედ სამშენებლო ფენები ასე თუ ისე ცხადი გახდა მოკლედ ეს ახალი მონაცემებია ფაქტიკურად თქვენ რასაც ხედავთ და ამის მიხედვით ჩვენ მოკლედ შემდგომში გაჩვენებთ
ვახდენთ ამ ტაძრის, ესე ვთქვათ, ხელახლა დათარიღებას. კიდევ ერთი მოკლედ უბანი და რატომ მინდა ეს გავამახვილო, ეს არის ჩრდილოეთით, ესეთი დიდი მოედანი არის ეკლესიის ჩრდილოეთით. აქ არსებული ნაგებობები მოკლედ ეკლესიის თანადროულია, მაგრამ მოკლედ დიდი ნგრევის შედეგად მოკლედ რაღაცა დიდი ნაყარი მასა არის წარმოშობილი. აი ამ ტერიტორიაზე და შემდგომში გვიან შუა საუკუნეებში ეს ნაგებობები არ განუახლებიათ, განსხვავებით სხვა ნაგებობებისა და ესე ვთქვათ, რაღაცა სივრცედ იყენებდნენ და ადამიანებს კრძალავდნენ, რაღაცა პატარა სასაფლაო მოაწყვეს. ეხლა ჩვენთვის რატო იყო ეს ამ ნაგებობა ეს ნაგებობა ფაქტობრივად რომელიც არის რაღაცა ესეთი ერთგვირგვინიანი თუ დარბაზული ნაგებობა, ბატონ ნოდარი თუ იმყოფება შეიძლება მოგვახსენოს ამის შესახებ, საინტერესო ტიპი არის. აი ამოვსებული იყო მოკლედ ერთი ნაყარი ნანგრევი ფენით, რომელშიც შემდგომში ეს აღმოჩნდა ბევრი საფლავის ქვა. სამაროვნიდან წამოხებული, მათ შორის მუსლიმური, აი არაბულ წარწერიანით. და ესე ვთქვათ, ნატეხი ნათალი ქვები, ანუ დამტრეული ქვები, აი უამრავი და აი დიდი მასა აღმოჩნდა. ჩვენი ვარაუდით ეკლესიის აი განსაკუთრებით დასავლეთი კარიბჭის რესტავრაციის დროს მოახდინეს სამაროვნიდან დიდი რაოდენობით საფლავის ქვების ამოტანა. ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთ სამხრეთის ფასადზე დღეს ხაჩკარია ჩასმული. ის რა თქმა უნდა თავის დროზე არ იყო, იქ სამაროვნიდან არის გადმოტანილი და როგორც ესე ვთქვათ, ლამაზად გაფორმებული ჩასმულია და ესეთივე არაბულ წარწერიანი საფლავის ქვები ხვდება როგორც სამრეკლოზე, ასევე სხვა ბალავარის ქვა, არქიტრავად არის გამოყენებული არაბულ წარწერიანი საფლავის ქვა სამრეკლოშიც, წმინდა მარინეს ეკლესიაში და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი ამბავია. და რატომ? მე-14 საუკუნის ბოლოს, როდესაც დმანის მოსახლეობა ნადგურდება, შემდგომში ბარათაშვილები მე-15-ში იწყებენ მის განახლებას, მაგრამ ის როგორც ქალაქი ვეღარასოდეს ვერ აღდგა, არის მცირე რიცხოვანი რაღაცა სოფლის ტიპის დასახლება, ციხედ ფუნქციონირებს და ახალ მოსული მოსახლეობა ამ ქვებს იყენებს აქტიურად საფლავის ქვებს მშენებლობისთვის. პირველ რიგში სამშენებლო მასალად. და რატო? თუ მანამდე გალავნებს ავლებდნენ, იცავდნენ იმიტომ რომ ისინი არ წარმოადგენენ მათ შთამომავლებს. ანუ სრულიად ახალი მოსახლეობა შემოდის. ეს მასშტაბი, როგორც ჩანს, ამ თემურლენგის ლაშქრობებისა იყო ძალიან დიდი და პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა განადგურდა. ესე ჩანს, იმიტომ რომ მუსლიმებიც არ ჩანან ამის შემდეგ. აი არც ერთი მუსლიმი, არც ერთი მუსლიმური დაკრძალვის წესი, არც ერთი ეპიგრაფიკული ძეგლი 1370-იანი წლების მერე არ გვხვდება დმანისში. და მოკლედ აი ესეც რაღაცა ქვის სამდეხოს მივაგენით, სადაც მოკლედ ამ საფლავის ქვებს როგორც ჩანს ამუშავებდნენ და მოკლედ შემდგომში ფასადებზე ათავსებდნენ, იმიტომ რომ იგივე მასალისგან არის აშენებული ეს დასავლეთი კარიბჭე, ეს უკვე დასრულებული გათხრების შემდგომი ფოტო არის. დმანის სიონის წარწერები, ეხლა თარიღებთან დაკავშირებით, მშენებლობების ფაზებთან დაკავშირებით, რატო არის ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო? არქეოლოგიური მონაცემები, ეპიგრაფიკული მონაცემები და ის ეპიგრაფიკული მონაცემები სხვათა შორის რაღაცნაირად განახლებული სახით გვაქვს ახლა. რამდენიმე სააღმშენებლო წარწერა არის დმანის სიონზე დადასტურებული. მოკლედ, აი აქ არის ეს წითელ ტუბზე ამოკვეთილი წარწერა, ვრცელი წარწერა, საკმაოდ დაზიანებული და შეგნებულად წაშნილი შემდგომში 2018 წელს გიორგი ოთხმეზურის ჯგუფმა, უნივერსიტეტის ჯგუფმა შეძლო ამ წარწერის შინაარსის ამოკითხვა და წარწერის, ძალიან რთულად იკითხება, მაგრამ შინაარსი ასეთია, იხსენიება დემეტრე, რომელიღაცა მისი ძალიან დიდი გამარჯვება და შემდგომში დმანისის ტაძრის აგება და ეპისკოპოსის დასმა. და რაც მთავარია, აი ამ ნიშში არის ქორონიკონი. და ქორონიკონი გამოდის 1052 წელი. ანუ როდესაც დასრულდა ამ ეკლესიის ტაძრის მშენებლობა. აი ჩვენი მოსაზრებები არქეოლოგიური, რომელიც გაცილებით ადრე
ამ ეკლესიის მშენებლობას, ანუ დავით აღმაშენებლის შემდგომ პერიოდს უკავშირდებით, იმიტომ რომ დავით აღმაშენებლობა 1120 უკაცრავად წარწერა 1142 წელი არის, დემეტრე პირველის მეფობის ხანა არის. დავით აღმაშენებელმა 1123 წელს აიღო დმანისი და 1125 წელს გარდაიცვალა და შესაბამისად მის დროს სავარაუდოდ ვერ მოხდებოდა ამის აშენება, იმიტომ რომ დემეტრეს შემდგომში კიდე ხელახლა მოუხდა დმანის საღება, მოკლედ. შეთქმულების მოკლედ რამდენიმე მომენტს აქვს ადგმილი და აჯანყების. ამდენად ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჩვენთვისაც, მოკლედ ეპიგრაფიკული ახალი ეპიგრაფი. აი ეს გახლავთ, აი ეს სომხური ხაჩკარი და აი ეს ფენა არის მთლიანად რესტავრირებული და ამასაც მოგახსენებთ ახლა როდის არის სავარაუდოდ რესტავრირებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, მოკლედ. ეს გახლავთ დასავლეთი ფასადი, ყველაზე ცნობილი დმანის კარიბჭის დასავლეთ, სადაც ორი წარწერა არის, მოკლედ. დმანისელი მამათავრის და მოკლედ თეოდოსი კალუნა პეტრეს ძის, როგორც მოკლედ ჩვენი გარდაცვლილი კოლეგა თამაზ გოგოლაძე ვარაუდობდა, მისი წარწერა მოკლედ წინამძღვრის დმანისელი წინამძღვრის. გასულ საუკუნეში მოკლედ გამომდინარე იქიდან რომ ამ წარწერაში მოხსენიებული იყო დავითი ყველანაირი ტიტულატურის გარეშე, წარწერა ლაშა გიორგის უკანონო შვილს დავითს დაუკავშირდა და სხვადასხვა სახელმწიფო პარალელებით ეს კარიბჭე თვითონ არქიტექტურული ტიპი ჩუქურთმების მოკლედ მორთულობის გათვალისწინებით ასევე იქ სათხის კანკელი იყო გათვალისწინებული ან მთელი რიგი ძეგლებისა მოგეხსენებათ ეგ თემა მოკლედ ლაშა გიორგის პერიოდით დათარიღდა 2018 წელს აღმოჩნდა სათხეში წარწერის ბოლო ფრაგმენტი, სადაც ქორონიკონი არის და ის სათხეს კანკელზე მოხსენებული მეფე გიორგი, აქაც იხსენიება მეფე გიორგი, აღმოჩნდა გიორგი მესამე, იმიტომ რომ ქორონიკონი გამოდის 1071 წელი თუ არ ვცდები. კიდევ ერთი მონაცემები, რომელიც ჩვენ არქეოლოგიურად გაგვაჩნია, ეს არის მოკლედ დათარიღების მონაცემების, რომელიც მე-12 საუკუნის მეორე ნახევარს აჩვენებს ასევე. ანუ რაღაცნაირად ამ ყველაფრის შეჯერებით უკვე მე მაგალითად 5 წლის წინ ვარაუდობდი, რომ ეს იყო ნამდვილად ლაშა გიორგის დროს აგებული. ჩემ სადოქტოროშიც აი ამ ხაზს ვავითარებ. მაგრამ აი ამ ახალი მონაცემებით ფიქრობთ, რომ აი როგორც სათხის კანკელი გადათარიღდა, ისე ჯგუფი აი ამ ძეგლებისა, აი ამ არეალში ესეც სავარაუდოდ უკვე გიორგი მესამის პერიოდს უკავშირდება ამ კარიბჭის მშენებლობა. ანუ დემეტრე პირველის დროს აშენდა ძირითადი ტაძარი, ერთნავიანი დარბაზული ტიპის ნაგებობა და შემდგომში მოხდა დასავლეთიდან გიორგი მესამის დროს, მოკლედ აი ამ კარიბჭის მიშენება და მოკლედ აი ეს წარწერებიც მოკლედ სავარაუდოდ აი ამას გვამცნობს. და კიდევ ერთი უცნაურად აღმოჩნდა ეს წარწერა, ის სრულიად შემთხვევით წავაწყდით, ფაზა ძალიან გადაშლილია. და მოკლედ მოხსენებული არიან ქტიტორნი, ორბელიანი, ყაფლანი, პაპუნა, ასლან, ორბელ, თამაზ და გიორგი. ყაფლან ეს არის დიდი ალბათობით, ყაფლან დიდი და ყველა თავისი 5 შვილი არის ჩამოთვლილი მოკლედ აი ამ წარწერაში. და ისინი მოხსენებული არიან როგორც ქტიტორნი, ანუ ეკლესია თავიდან ააგეს ესე იგი.
ანუ ის ჩვენი ვარაუდი რომ ეკლესია განახლდა მის შემდეგ ყველაზე დიდი განახლება ეკლესიას როგორც ჩანს აი ამ პერიოდში განუცდია აი ეს არის 60-იანი წლები მე-17 საუკუნის კი და ყაფლან დიდს უკავშირდება მოკლედ როგორც ჩანს როგორც სხვა დიდი ესე ვთქვათ განახლებები მშენებლობები და იმ რეგიონის აღორძინება მოკლედ ამდენად, აი ესეთი შეჯერების სახით შეიძლება იმას ვქნათ, მოკლედ აი დმანისის მშენებლობის ფაზები გამოვყავით, მოკლედ. აი ძირითადი ტაძარი, აშენდა მე-12 საუკუნის 40-იან წლებში, შემდგომ მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში ბოლოს მოკლედ აი ეს დასავლეთი კარიბჭის აგება მოხდა. და უკვე მე-17 საუკუნეში და შესაძლოა ეს მე-18-შიც გაგრძელდა, მოკლედ მოხდა ამის მთლიანად რესტავრირება და მაშინ მოხდა სამხრეთი, ჩრდილოეთი, მოკლედ მინაშენების ეკვდერების მიშენება. ეს კარგად ჩანს, რომ აი ეს მოკლედ ერთმანეთს არ ემთხვევა აქ სარკმელების დონე, სახურავის დონე და აი ეს წარწერაც კი, სადაც დემეტრი არის მოხსენიებული, ისიც რომელიღაცა ფასადიდან არის გადმოტანილი. ის თავის დროზე ამ სამხრეთ მინაშენში არ იყო. და კიდე მოკლედ იატაკის დონეები განსხვავდება, ეგ კიდე სულ სხვა თემა არის. აი ესეთი სურათი მეყვა. ამ ეკლესიის ქვემოთ მოკლედ ქვეშ პირველი მშენებლობის ფენების ქვეშ მოკლედ ჩვენ ვხედავთ მე-11 საუკუნეების აი ნაგებობებს, აქაც მე-19 და ქვემოთ აქ კიდე გვაქვს უფრო ადრეული ადრეშუა საუკუნეების მიწური ნაგებობების ნაშთი. იმის ქვემოთ უკვე პალეოლითი მოდის, პალეოლითი იწყება, პალეოლითური დანაკლი გეოლოგიური შრეები არის. მოკლედ ეს დღეისათვის მოკლედ აი ეს გეგმა გახდავთ 1936 წელს დაწყებული და აი 2024 წლის ჩათვლით რაღაც აი მონაცემებს ვამატებთ გამოდის ესე. აი ეს გახლავთ მოკლედ მშენებლობისა, აი ეს დარბაზული ტიპის ნაგებობა, შემდგომში უკვე აი ეს როდესაც ხდება დასავლეთი კარიბჭის მინიშენება და უკვე ყაფლანიშვილი ორბელიანების პერიოდში აი ესეთი სახეს იღებს ტაძარი. ჩვენთვის კიდე რამ მნიშვნელოვანია რომ ხა მიმართულებით მუშაობთ გამომდინარე იქიდან რომ ეს არის მუზეუმ ნაკრძალი, მუზეუმ ნაკრძალს როგორც არქეოლოგიურ ძელს ამავე დროს პოპულარიზაცია უნდა ტურიზმის მიმართულებების განვითარება, ამიტომ მთლიანი რაიონული მასშტაბით მუშაობთ რომ ესე ვთქვათ ტურისტულად მიმზიდველი ესე იგი რაღაცა ინფორმაცია შევქნათ, გავავრცელოთ და დავიწყოთ ამის ესე ვთქვათ ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ამ ინფორმაციის განთავსება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ კონკრეტ მუნიციპალიტეტთან ერთად და მოკლედ რამდენიმე დონორი ორგანიზაცია არის, აი მოვახდინეთ რამდენიმე ესეთი მნიშვნელოვანი სანიშნის საინფორმაციო დაფების, ბილბორდების მოწყობა, შემდგომში უკვე აი კონკრეტულად აი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ძეგლები შესწავლილი ჩვენს მიერ შესწავლილი, მოკლედ ჩვენი ექსპედიციის მიერ შესწავლილი ძეგლების მოკლედ აი ესეთი დაფებით აღჭურვა მოკლედ. ეხლა რა გვაქვს ამ დაფებზე ჩვენ? მოკლედ, ეს დაფები მთლიანად ჩვენი შემუშავებულია დიზაინით და მათ შორის, რაღაცა ის სტანდარტი, რაც ეხლა ამ შემთხვევაში მოვიფიქრეთ, სხვადასხვა თქვათ საერთაშორისო გამოცდილებების გათვალისწინებით. ალბათ სააგენტოსთვის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, სააგენტოსთან შეთანხმებით ხორციელდება. ჩვენი უშუალოდ აი მუზეუმის თანამშრომლობის მეთვალყურეობით და ჩვენ უშუალოდ ვახდენთ ამათ ინსტალაციას. QR კოდები აქვს ამ იმას, ამ QR კოდით შეგვიძლია გადავიდეთ უკვე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გის პორტალის კონკრეტული ძეგლის ID ანუ პასპორტზე და იქიდან უკვე რაღაცა ინფორმაციას დაუკავშირდეთ. ამავე დროს ვიძლევით გაფრთხილებას, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მოკლედ კანონი იცავს მას. და მოკლედ აი ესეთ სახით ვათავსებთ აი ეს უახლეს ინფორმაციას ამ ძეგლის შესახებ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რა თქმა უნდა რაღაცა იმების გათვალისწინებით, რომ ეს არ იყოს რაღაცა ვიზუალური დისონანსი ამ იმისთვის, მაგრამ მასალას რომელიც ვიყენებთ, ეს ძალიან ისეთი ბუნებრივია, ეს
ჭანგიანი რკინა და მოკლედ არ იმაშვრება, არ შეაქვთ დისონანსი. აი ესა იყო სულ თუ შეგაწყინეთ ბოდის გიხდით ყველაფერი რისი მათ უნდა და მადლობ ყურადღებისთვის. მაინც მე მგონია მოუყურავთ მაგრამ სამყაროა ეს საკუთარი მედია მომავალშიც ახალი სიახლეები იქნება აღმოჩენილი წარმატებები მომავალში თუ გვინდა აზრის გამოთქვა კითხვა თუყავს მას. დიდი მადლობა მაყურებელს. დიდი მადლობა მოხსენების ავტორს, იმის მე სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ მე მიამაყება, რომ მანისის ამ უნიკალური ძეგლის ნახალახარის ზამის გარშემო აი როგორც მუზეუმ ნავზარი ასეთ ფართობას მოიცავს ფართობს, რომ მას ძალიან მაღალი დონის პროფესიონალის ხელი აგზელებს. მიამაყება ის, რომ აი ამ საქმეს სათავეში დგას ჯიმი შვებიანი. ეს გვერდით მეორე ჩვენი ახალგაზრდა ნანა რეზესიძე. აი ეს ახალგაზრდები სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ მე ჩემი ოცნება იყო, რომ ადგილობრივი ახალგაზრდობა გაზრდილიყო და ერთეულად აგზელებენ ჩვენი წინაპარი არქეოლოგების აი ამ საქმეს, ძალიან კეთილშობილ საქმეს, მაღალ პროფესიულ დონეზე. თქვენავდა ჯიმი არა მარტო არქეოლოგი, არამედ მაღალი დონის ისტორიკოსი და ის კვლევაში ეს გადაჩანს. ამისათვის მადლობას მოვახსენებ ჯიმის მოხსენებისათვის და მე ჩემი ნატურა არის, მე არ უნდა გითხრათ, სანამ სადევარ თუ მოვესწრები იმას, რომ აი ჩემს მიერ გაიხარა შიდაციხე, ამას ძალიან დიდი შრომა და მარტო მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა 10 წლის მანძილზე, შეძელი რომ შიდაციხე გამოსწორებული. ჩემი ოცნება არის, რომ ფართო მასშტაბის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყოს თვითონ ქალაქის ტერიტორიაზე და ალბათ 10 წლების შემდეგ რომ ჩვენ სრულად გათხრილი შუა საუკუნეების ეს უნიკალური ძეგლი დვანისის ნახალახარი ეგრე გამომზეულდეს სრულყოფილად. ეს არის თუ ეს პროცესი დაიწყება და შეიძლება უკვე სახელმწიფოსაც შეუძლია საერთაშორისო პროექტი შეიქმნას არქეოლოგიური გზადებით და აი მომავალ თაობებს რომ ჩვენ სრულად გათხრილი შუა საუკუნეების უნიკალური ქალაქი დვანისი დავუტოვოთ. მომავალ თაობებს. აი ეს ამ საქმის დაწყების იმედი მაქვს, ალბათ ამ მოკლე რამდენიმე წელიწადში უნდა გაკეთდეს ასეთი საერთაშორისო პროექტი, რომელსაც დიდი თანხები სჭირდება, დიდი ძალები სჭირდება და აი ახალგაზრდობა, სტუდენტობა, პროფესიონალ არქეოლოგებთან ერთად რომ ჩაერთონ ამ საქმეში და ეს მართლაც საშვილიშვილო საქმე წარმატებით დაიწყოს. ეს არის ჩემი ოცნება, თუ ამის დაწყებას მოესწრები, ჩემსაც დიდი კაცი არ იქნება. დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ დავსწრე ჩვენს კოლეგებს, დავსწრე საზოგადოებას და რომ ერთდროულად წარმოვიდგინათ ეს მოსწრება მაინც შესახებ. მადლობა კიდევ